Right, then the next kind of food that people need, or the general food კაცობრიობის ძირითადი საკვები ყოველ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში არის პური. is bread. And the Bible also provides ბიბლიაც გვაწვდის პურს. ვამბობ ყოველ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში, რადგან ზოგიერთ კულტურაში ეს შეიძლება პური არ იყოს, მაგრამ პურის ეკვივალენტია. And you remember that გემახსოვრებათ იესო მსახურება რომ დაიწყო, სატანაც ცდილობდა მას სასწაული მოეხდინა და ქვები პურად ექცია. იესომ ეს არ გააკეთა და მათეს თავის მეოთხე მუხლში ასეთი პასუხი გასცა. დაწერილია მეორე რჯულის წიგნში, რომ კაცი მხოლოდ პურით კი არ იცოცხლებს, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც ღმერთის პირიდან გამოდის. ამით მან ის იგულისხმა, რომ რაც პურია მატერიალურ სამყაროში, ის არის ღმერთის სიტყვა სულიერ სამყაროში. ის პურის შესაბამისია, ის ადამიანების რაციონის ძირითადი ელემენტია. მსოფლიოს ბევრ ნაწილში ადამიანებს სხვა საკვების საშუალება არ აქვთ, მაგრამ როგორც წესი, სადაც პურია ძირითადი საკვები, პირველი, რასაც ისინი ეძებენ, სწორედ ისაა. იესო ამბობს, ყოველი სიტყვა, რომელიც ღმერთის პირიდან გამოდის. ეს ერთგვარი ცოცხალი ურთიერთობაა. ხედავთ, ეს მხოლოდ წიგნის კითხვა არ არის, არამედ ღმერთის მოსმენაა, რომელიც სწორედ ამ წიგნის საშუალებით გელაპარაკება. ბევრ ჩვენგან შეუძლია დაადასტუროს, რომ ღმერთმა იცის რა გვჭირდება მოსასმენად. მე და ჩემი ცოლი რუთი ჩვეულებრივ ბიბლიას ყოველდღიურად ვკითხულობთ. სანამ რაიმე საქმეში ჩავებებით. ჩვენ გვიყვარს ღმერთის მოსმენა, სანამ ხალხთან ერთად დავკავდებით. დღეს როგორც წესი, ბიბლიის ერთობლივად კითხვით ვასრულებთ. ჩვენ ვერ დავითვლით იმ შემთხვევების რაოდენობას, როდესაც კონკრეტული მონაკვეთი, რომელსაც ერთ დღეს ვკითხულობთ, აღმოჩნდება ის, რაც იმ დღისთვის უნდა ვიცოდეთ. ეს ახალი პურივითაა. იცით თუ პურს დიდხანს შეინახავთ, ის მშრალი და უგემური გახდება. ასე რომ, ნუ მისცემთ უფლებას, ღმერთის სიტყვა მშრალი და უგემური გახდეს. იცხოვრეთ ახალი პურით, რომელიც ყოველდღიურად ღმერთის პირიდან გამოდის. შემდეგ კი სულიერი საკვების ერთი დამატებითი საფეხური არსებობს, რასაც ბიბლია მყარ საკვებს უწოდებს. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ავტორი ამაზე საუბრობს. ეს ებრაელთა მიმართ მეხუთე თავის 12-14 მუხლებშია. უნდა გესმოდეთ, რომ ებრაელები იესოს მორწმუნე ებრაელები იყვნენ. იმ დროს მათ ყველა სხვა ადამიანთან შედარებით უპირატესობა ჰქონდათ. რადგან მათ ძველი აღთქმის წმინდა წერილები მრავალი თაობის განმავლობაში იცოდნენ. მათ ღმერთის ისეთი ცოდნა ჰქონდათ, როგორიც არც ერთ სხვა ერს არ გააჩნდა. ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი ამ ებრაელ მორწმუნეებს ამხელს. რადგან ეუბნება მათ, თქვენ გაქვთ ეს ფასდაუდებელი უპირატესობა, რომ წმინდა წერილები ბავშვობიდან ისწავლეთ. თქვენ ისეთ მდგომარეობაში უნდა იყოთ, რომ სხვა ერებსა და ადამიანებს ასწავლოთ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ღმერთის სიტყვის მიმართ იმდენად ზარმაცები იყავით, ამის გაკეთება არ შეგიძლიათ. თქვენ ახალშობილი ბავშვები ვითხართ. თავად გჭირდებათ რძე. თქვენ იმ დონეზეც კი არ მოსულხართ, რომ პური ჭამოთ. ნება მომეცით, ეს სიტყვები წაგიკითხოთ და შემდეგ ცოტათი მეტი ვისაუბროთ. თალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველ საწყისს. ასე რომ კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი. მეშინია რომ ეს მილიონობით ქრისტიანის აღწერაა ყოველ შემთხვევაში დასავლურ სამყაროში, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ბრიტანეთი ან შეერთებული შტატები ან სკანდინავია, სადაც საუკუნეების განმავლობაში ბიბლია გვქონდა. დღეს პირველი საუკუნის ებრაელი მოწმუნეების მდგომარეობაში ვართ. ეს უაც არ ეხება ყველა ადამიანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს პასუხისგებლობა, რომ არ მხოლოდ რძით ან თუნდაც პურით ვიცხოვროთ, არამედ გავიზარდოთ და დავმწიფდეთ იმ დონემდე, რომ სული საკვები მივიღოთ. ასე რომ, ავტორი ებრაელთა მიმართ 5:13-ში აგრძელებს, ვინაიდან ყოველი, ვინც მხოლოდ რძეს იღებს, არის უმეცარი ან გამოუცდელი სიმართლის სიტყვაში. რადგან ის ჩვილია,
ასე რომ თქვენი სულიერი განვითარების დონე არ განისაზღვრება იმით, რამდენი წელია რაც ქრისტიანი ხართ. ის განისაზღვრება იმით, თუ რა სახის საკვების მიღება შეგიძლიათ. შეიძლება 10 წელია რაც ქრისტიანი ხართ, მაგრამ თუ ყველაფერი ვისი მიღებაც შეგიძლიათ, ისევ რძეა, სულიერად ბავშვი ხართ. თქვენი პრობლემა განვითარების შეჩერებაა, თქვენ არასდროს გაზრდილ ხართ. შემდეგ ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი განმარტავს, თუ როგორ შეგვიძლია გავიზარდოთ. ის მე-14 მუხლში ამბობს: უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებით საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლო. ასე რომ როგორ უნდა გაიზარდოთ, როგორ უნდა მომწიფდეთ, ეს პრაქტიკის საკითხია. ბიბლიის რეგულარული კითხვისა და იმ სიტუაციებზე გამოყენების, რომლებიც ყოველდღიურად გვხდებათ. ვინაიდან ბიბლია ყველა სიტუაციაზე სინათლეს ქმნის. ასე რომ თუ თქვენ ნამდვილად ცხოვრობთ ბიბლიაში, როდესაც ახალი სიტუაცია ან ახალი პრობლემა ვითარდება, გაქვთ გაგება, გესმით რა არის ეს. თქვენ იცით როგორ გაუმკლავდეთ მას და რაც უფრო მეტად იცით როგორ გაუმკლავდეთ მას, მით უფრო გამოცდილები ხდებით. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა და ვსაუბრობ ქრისტიანებზე, რასაც დასავლეთს უწოდებთ. ბევრჯერ შემიძლია ვიტირო, როდესაც ვხედავ თუ როგორ ადვილად ატყვევენ მათ. ჩვენ ნახეთ რამდენიმე ძალიან ცნობილი მაგალითი იმსახურებების, რომლებმაც ღვთის ხალხი გამოიყენეს. ღვთის ხალხი მოატყუეს. ღვთის ხალხს ასე არ უნდა ატყუებდნენ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მათ არ აქვთ გამომუშავებული გრძნობების სიკეთესა და ბოროტებას შორის გასარჩევად. ისინი უბრალოდ ყველაფერს ყლაპავენ. თუ მქადაგებელი საკმარისად ხმამაღლა ყვირის და საკმარის ხმაურს ქმნის, მათ გონიათ, რომ ეს ღმერთია. და მე წინააღმდეგი არ ვარ ყვირილის. ბიბლია ბევრ შემთხვევაში ყვირილზე საუბრობს. მე აღმოვაჩინე, რომ სულიწმინდა არცემს ადამიანებს. თუ თქვენზე ზეწოლა ხდება, შეჩერდით და გადაამოწმეთ. ეს ალბათ სულიწმინდა არ არის. არ ვიცი როგორი დამოკიდებულება გაქვთ როკ მუსიკის მიმართ, მაგრამ ჩემთვის ეს მტკივნეულია. მე უბრალოდ არ მინდა, რომ ჩემი გრძნობები ასე მუდმივად იყოს მიმართული. არ მჯერა, რომ სულიწმინდა ჩვენთან ასე იქცევა. ხედავთ, რას ვამბობ. თქვენ მგრძნობიარე უნდა იყოთ. განავითარეთ მგრძნობელობას სულიწმინდის მიმართ. რაც უფრო მეტად ივლით და იცხოვრებთ ღვთის სიტყვაში, მით უფრო გამჭრიახი იქნებით. და შემდეგ ადამიანები ვერ შეძლებენ თქვენს მოტყუებას და გამოყენებას. აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ქრისტიანები გაიზარდონ. და გაზრდის გზა არის განვითარება იმ დონემდე, რომ მყარი საკვების მიღება შეძლოთ.